ისა ძალიან დიდი ფორმა იქნება, ყველა დაგუყო ხოლოში. აქეთ მოგზავნე. Along wyszedł. ფოტო არის ძალიან
დავწიოთ რა ეს მიკროფონები. კარგად ახლა Დაიმე დაწიეთ. ხახო მე მოდი აქედან წინიდან მოდი რა. ვფიქრობ რომ დღეს ჭეშმარიტად არის ისტორიული და საქართველოს საერთოდ ხო რა წესია მართლა საქართველოს უახლეს ისტორიაში. პირველად არა მარტო საქართველოს უახლეს ისტორიაში, საქართველოს ისტორიაში პირველად ქართველი ხალხი აკეთებს გააკეთოს ჭეშმარიტად დემოკრატიულთან ახლოს არჩევნები. ახლოს იმიტომ ვაცხადებ რომ ხელისუფლებამ ძალიან ბევრი უკვე დარღვევები განახორციელა, ძალიან დიდი ძალადობა იყო არჩევნების დღემდე, დღესაც ალბათ კიდევ რაღაცას მოიფიქრებენ, მაგრამ ქართველი ხალხის სიბრძნემ, ქართველი ხალხის დიდმა ისტორიულმა გამოცდილებამ მოახერხა და შექმნა ის პირობები, რომ ჩვენ დღეს არჩევნებით პირველად მოახერხებთ და გავისწორებთ და ჩავანაცვლებთ ხელისუფლებას. შეიძლება საქართველოს ისტორიაში პირველად დღეს ხელისუფლება არჩევნების გზით. არ იყო ეს მოვლენა ძალიან იოლი, თქვენ მარტო ბოლო 20 წელს გავითვალისწინებთ და საერთოდ ჩვენს ისტორიას გადავხედავთ, ბოლო 100 წელი თუ გნებავთ. ჩვენ მოახერხეთ და ჯერ დავებრუნეთ ჩვენი სამშობლო. თავისუფალი საქართველო და ამის შემდგომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა ძალიან ბევრი ცდილობა რომ მოგვენახა ჩვენი სწორი გზა, აგვიღოს სწორი გზები და სწორედ განვითარებულებებით და სწორი მიმართულებით დავსრულებთ. მოგეხსენებათ რომ ძალიან დიდი გამოცდა მოგვიწვა ბოლო 20 წელიწადმა. ძალიან დიდი განცდები ჰქონდა საქართველოს მოსახლეობას, ძალიან დიდი გაჭირვება გადაიტანა, მაგრამ უნდა ვთქვათ რომ ჩვენმა დიდმა წარსულმა, ჩვენმა დიდმა უცხოეთმა კულტურამ, რომელსაც მე ძალიან ხშირად ვიმეორებ, 20 საუკუნოვანმა უცხოეთმა კულტურამ მოახერხა ის, რომ 20 წელიწადი არც ისეთი ბევრია, რომ ვისწავლოთ რა არის არჩევნები, რა არის ქვეყნის მართვა და 20 წლის განმავლობაში ქართულმა ხალხმა დღეს მე მგონი დაასრულებს და ძალიან ძიმე გამოცდა შეაბარებს და მოახერხებს იმას, რასაც ისტორიულად აუცილებლად ემსახურებს საქართველოს მოსახლეობა. გუშინ იყო ესეთი უბედური შემთხვევა, რომელიც გახდა თქვენი კოალიციის პოლიტიკური სპეკულაციის ამასთან დაკავშირებით. რამდენად ამართლებთ თქვენ ესე? გუშინვე გაკეთდა ამაზე ქართულ ოცნებაში კომენტარი. მე ვფიქრობ, რომ სპეკულაციას თქვენი მხრიდანაა, ჩემი აზრით. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერზე წამსვლელი, ყველაფერს კადრებელი. იქ დღეს ადვოკატებს არ აძლევენ, მამა დაკავებული ყავს, ცხედარს არ აძლევენ. და თქვენ სპეკულირებთ ზუსტად ამ შემთხვევით, როდესაც ესე უხეშად ვთქვათ ესეთ კითხვას. და ახალი დრო დგება საქართველოში. ძალიან ვთქვით ყველას. ისწავლეთ და გააცნობიერეთ, რომ ეს თქვენი ქვეყანაა და იზრუნეთ მის მომავალს. აი ჟურნალისტებს, თქვენი კითხვა ის მოვლენებიდან გამომდინარე მეუფლებას ვაძლევ თავს კიდევ და ესეთ ვიქნები მომავალში ციცოდეთ. არც არჩევნების დღე, არც ნებისმიერ სადღესასწაულო დღე არ შეცვლის ჩემს ხასიათს და ყოველთვის მოგიცოდეთ და მიგეთითებთ, როდესაც თქვენ არ ახართ კორექტულები. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერზე წამსვლელი, უამრავი ხალხი დაარბიეს კიდევ სოფელგამე, ძალიან ცუდ დღეშია მანანა ბერიკაშვილი, რამდენჯერმე მეც დამიკავშირდა. დღეს ხელისუფლება ახერხებს, რომ არც ხედარი პატარა ბავშვიც გასცეს და მამას არ მისცეს ადვოკატი, ორი ადვოკატია უკვე ნაცემი და იქ საშინელი მდგომარეობა. ამ დროს თქვენ ეს ჟურნალისტი ხელისუფლების ვართ ესეთ კითხვებს. მიეჩვიეთ ძალიან ობიექტური ინფორმაციის გაშუქებას. ჩვენ ამას მალე გავხსნით და მალე გავიგეთ. ბატონო, თქვენ მოუწოდებით ამორჩევლოს მისულიყო არჩევნებზე. მე ამბობ, რომ მნიშვნელოვანი არის ეს არჩევნები ამდენად. მნიშვნელოვანი არჩევნები, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ არჩევნებს აქვს ის დათვი, რომ საქართველოში დაბრუნდეს სამართლიანობა. და ქვეყანა განვითარდეს დემოკრატიულად. ის კონსტიტუცია, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ 1000 ჯერ გადააკეთა და მოირგო საკუთარ თავზე და ის შემთხვევა, რომ თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ ჩემს მოქალაქეებთან დაკავშირებით, როდესაც კონსტიტუცია კიდევ ერთხელ დაამახინეს და პრაქტიკულად
ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მოახდინეს და სახელმწიფო ფუნქცია დაუკარგეს. აი ამ მიზეზით მე უკვე განცხადება გავაკეთე და იგივე მიზეზით მე არ ვისარგებლე და არც სარგებლობ ხარჯს ასეთი კონსტიტუცია. მე მოვედი არა იმისთვის, რომ სამართლიანობა აღვადგინო ქვეყანაში და ასეთი სამართლობით მე არ ვისარგებლე დღეს. თქვენ მოუწოდებთ გამომჩელოს გოგი ოდნა მაცნი მოდი რა გოგი არ დამიდგეს არავინ და ისა რა ფანი გავაკეთო თქვენ თვითონ მაცნი გაიწიე ფოტოგრაფი მაგანდა ცოტა გამოდით რა მაგანდა გაიწიეთ ხოლმე რა გაიწიეთ თელი გამიჩნდა. აი არ შეიძლება მანქანასთან იმოდი. დიდი ბოთიში. მიწე გოთი შენ რა გეკითხება რა შეიძლება.